მოგესალმებით კიდევ ერთხელ, თუმცა კიდევ ერთხელ რადიო მსმენელს მივესალმებით ტელემაყურებელს პირველად. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას. გამყოფი ხაზი, ასე ეწოდება მოკლე მეტრაჟიან ფილმს, რომლის პრემიერა მალე გაიმართება. ფილმის რეჟისორს მევლუდ საბაშვილს ვფიქრობ ბევრი იცნობს და მისი ნამუშევრებიც უნახავს. მევლუდი ავიამეთვალყურია, თუმცა ბავშვობის ოცნება რეალობად აქცია და პარალელურად შემოქმედებით წვაშია ფილმებს იღებს. გამყოფი ხაზი მისი მორიგი მოკლე მეტრაჟიანი ფილმია ძალადობის მსხვერპლ ქალზე. დღეს სწორედ ამ ფილმზე მუშაობის პროცესზე ვისაუბრებ. დილის რადიოს სტუმრები არიან ფილმის რეჟისორი მევლუდ საბაშვილი და ჟურნალისტი მარიამ ხითარიშვილი, ძალადობის მსხვერპლი ქალის როლის შემსრულებელი. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. და მევლუდ დავიწყოთ, რამ განაპირობა შენი არჩევანი კონკრეტულად ამ მიმართულებით და რა იყო ინსპირაცია ამ ყველაფრისა და რატო გადაწყვიტე ამ ფილმის გადაღება? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კონკრეტულად ეს ისტორია მინდა რაღაც ძალიან ლამაზი ისტორია მოუყვერო, რაღაცა გავიგე, რაღაცა ასეთი ისტორია იყო და შე, მაგრამ თუმცა უნდა გავიცრო იმედები. იმედებს ერთდღეს ვიჯექი. ოპა. ეგა. მოდი ასეთი რაღაცა გადავიღოთ. ზოგადად ჩვენი ფილმის გარკვეული სპეციფიკა აქვს, რასაც ჯერ არ ვასპოილერებთ, მაგრამ სახელშიც არის გამყოფი ხაზი ქვია და ეს არის ადამიანის ბედზე, რომელიციც ცხოვრება იცვლება გარკვეული მოვლენის შემდეგ და როგორ ვითარდება ამ მოვლენის შემდეგ მისი ცხოვრება და გარკვეული კონცეფცია ჩავიფიქრეთ, რაც ვფიქრობთ, რომ საინტერესო იქნებოდა მაყურებლისთვის. და თვითონ ამ კონცეფციამ განაპირობა ის თემა, რასაც ფილმი ეხება. ანუ ეს ერგებოდა ამ თემას, ანუ კონცეფციას მოვარგეთ ეს თემა. სწორედ ასე იყო, რომ ეს სცენარი დაიწერა, შევიკრიბეთ, მსახიობები შეერჩა და ამ ფილმზე ვიმუშავეთ და ახლა უკვე პროცესში ვართ, სადაც პრემიერა და გვაქვს დაგეგმილი შიდა პრეზენტაცია 20 მაისს და საერთოდ პროექტისთვის ყველაზე ჯანსაღი რაღაცა დედლაინია. იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად ფილმი მზად არის, მაგრამ აი ესეთ რაღაცეებზე ვარ კონცენტრირებული, მაგალითად არ მომწონს ეს ავტობუსი როგორ მოდის, როგორ იხმარ, ამიტომ ვიწერე რომ ეს ავტობუსი სხვანაირი ხმა ქონდეს და ეგეთი რაღაც მარიამიც იყო რამოდენიმეჯერ აი ეგ ხუბს რო აკეთებს რაღაც არასწორად ჭერს. მოდი თავიდან ჩავწეროთ. წამას როგორ იდებს და ეგეთი რაღაცა ისიც აღნიშნია, რომ საკუთარი შენივე სცენარია. დიახ. ოკეი. და ანუ სცენარიც ჰოპ და ასე დაწერე? ხო, სცენარიც მას დავჭექი. სამეც მანქანას. და საინტერესო მე საუბრის შესავალში ვთქვი, რომ ეს შენი ბავშვობის ოცნება იყო და რატომ იყო და ნუ აი პროფესიისგან და ძირითადი საქმიანობისგან ძალიან შორს გასდა. როგორ მოხდა ეს ამბავი? თუ არ დგას შორს. ხო. რა ვიცი, აბა საერთოდ როგორც არის ხოლმე რა, ანუ სამწუხაროდ საქართველოში ასე გვაქვს, რომ ბევრი თავის ასეთ ვნების გულისედეთ საითკანაც მიუძღვის, ვერ მივყვებით, ხო? ანუ არის იგივე კინემატოგრაფია იქნება, იქნება რაღაც გარკვეული ხელოვნების ნაწილი. ნუ მე ჯობია საქართველოს იყოს კონკრეტული, უფრო ალბათ სოფლიოში მასე არის, ხო? ანუ რაღაც პერიოდი დგება, რომ როდესაც გზას ირჩევ, რომ ოჯახი უნდა ვარჩინო, რაღაც ეგეთი მომენტი დგება და მატერიალურ მხარეს. ხო და მე მგონი ფილმები საერთოდ ისეთი საზოგადო რაღაცა, რომ ყველას უყვარს. საერთოდ ჩვენ როდესაც ხალხთან მივდივართ და რაღაც თქვენ მაღაზიაში გადავიღებთ, ხალხი ძალიან წინ მოდის, იმიტომ რომ ფილმი აქვს ყველასთან ახი. და ყველას უნდა ამის ნაწილი იყოს, იმიტომ რომ ჩვენი პერსპექტივა რისგან გამოდის, რომ აი ჩვენ კინოვარსკვლავებს ვხედავთ და კინოვარსკვლავები მოგწონს და ეგეთი რაღაცეები და ყველას გვინდა ამის ნაწილი ვიყოთ. და ზოგადად ქალაქში მივხვდაოდ იმისა, რომ თქვა და არ გვაქვს რაღაც დიდი სფერო ეს კინოწარმოების, ანუ არიან რეჟისორები რაღაცა, ხალხს აქვს სურვილი და მე მოუწოდებ ბევრ ადამიანს, ვისაც კინოს გადაღება უნდა, უბრალოდ მიდით ხალხთან და ძალიან ბევრი ადამიანი წამოვა თანამშრომლობისკენ, ხო. თუმცა ტექნიკურად ძალიან რთული ამბავი ახლა ეს ასე მარტივადაც არ ჟღერს. მარტივიც არ არის, ხო და იაფის სიამოვნებაც არ არის. ხო. თავის ისინი უნდა, მაგრამ მაინც, ხო, აი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დღეს რა კინემატოგრაფიის დემოკრატიზაცია, ხო? ანუ ყველას გვაქვს ტელეფონი. პრაქტიკულად ნებისმიერ ადამიანს პატარა ბავშვებსაც შეუძლია რაღაცა გადაიღოს. ყველაზე კარგი სწავლა კინემატოგრაფიის არის, გაკეთებით, ხო? ანუ ტელეფონი აიღე და მეგობრებს გადაუხე. ანუ ეს ყველა შეუძლია, ხო? მეც მასა ვისწავლე. რამდენად წარმატებულად ვისწავლე უკვე ხალხი განსჯის, მაგრამ ხო, დასაწყისი პროცესის ასე იყო. მარიამ
გითხარია, როგორ მიიღე შემოთავაზება ამ როლზე და როგორ მუშაობდი მასზე და რა იყო აქ სირთულეები? და შენს პერსონაჟშიც მოგიყავი, რა შეგაწყვეტე. სირთულეები რატო გავუსვი ხაზი? იმიტომ რომ ხა ნებისმიერი როლი არის რთული, მარტივი, რა ვიცი, არის მარტივი როლი არა, ნებისმიერი როლი რთულია, მაგრამ განსაკუთრებით აი ეს სათაური მძიმე ჟღერს და ამ მიმართულებით, ამიტომაც ასეთი იყო ჩემი კითხვა. მივესალმები თქვენს მსმენელს პირველ რიგში. ან შემოთავაზება მივიღე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე რამდენიმე ფილმში ვიყავით, თანამშრომლობდით, მე და მევლუდი. იქ იყო მეორე ხარისხოვანი როლები, მაგრამ შემდეგ შემოთავაზა უკვე თავარი როლი და სირთულე იმაშია, რომ ძალადობის მსხვერპლი ქალია, ჩემი პერსონაჟი არის მუდამ დაძაბული, მუდამ საათს უყურებს, როდის მოვა თავისი ქმარი, არის სახლის საქმეებში ყოველთვის არ აქვს არც მუშაობის უფლება და აი ამ რუტინაშია, ამ ყოველდღიურობაშია, რომელიც უკვე ბეზრდება და რაც შეეხება თამაშის კუთხით საკმაოდ რთული იყო სხვათაშორის, არ იყო მარტივი, იმიტომ რომ მიწევდა ისეთ რაღაცეებზე ფიქრი, აი ამ დროს რას გააკეთებდა ეს ქალი, ამ დროს როგორ იტირებდა, ამ დროს როგორ იყვირებდა და ამის მორგება მიწევდა, იმიტომ რომ რეალურ ცხოვრებაში ხა როცა გამოცდილება გაქვს რაღაცის, მარტივად ამას ასახიერებ და როცა ძალადობაზეა ეს აქცენტი და ღმერთმა დაგვიფაროს რომ ძალადობის მსხვერპლი ვიყოთ, ანუ ეს არ გაქვს გამოცდილი და ამ დროს როგორ მოიქცევი, რას გააკეთებ საკმაოდ რთული იყო ამის მოძებნა, მაგრამ ალბათ გამომივიდა. ამას უკვე შეაფასებთ. სხვა მონაწილეებზეც გითხარით იმ გუნდზე, რომელიც შემოიკრიბა და როგორ შეკრიბე ეს გუნდი? ადამიანები, თანამოაზრეები. არა მარტო მსახიობებზე მაქვს საუბარი, ოპერატორი და ასე შემდეგ და მონტაჟე და ასე შემდეგ. ოთარ ქათამაძის პროექტი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაბორატორია, რომლის ფარგლებშიც გავიცანი ძალიან ისეთი შეკრული გუნდი, ოპერატორი დავით ახმაევი, ხმის ინჟინერი ნაიკო ქადიძე, ტექნიკური მენეჯერი გიორგი ჩიბურდანიძე და ისე კარგად ავეწყოთ, რომ კომუნიკაცია გვაქვს გუნდთან, მარტივად რო ვთქვათ, როდესაც სცენარი დავწერე, მე არც მოვიაზრებდი, რომ იმეს სხვასთან გავაკეთებდი ამას, პირველ რიგში შევთავაზე, ჩვენ შევიკრიბეთ და მე ვუთხარი, რომ აი 3 დღეში გადავიღოთ და არა მეულოდ 3 დღე არ გამოვა. გამოვა 5 დღეში. გამოვიდა 7 დღე. ჩავჭი. როგორც ხდება ეს მხოლოდ გადაღების პროცესი. ხო, გადაღების პროცესი. ხო და ისეთ კომუნიკაცია გვაქვს, რომ მე აი ოპერატორთან როდესაც ურთიერთობა აქვს მაგალითად სცენდობი, მე შემიძლია თქვა, რომ დავით შენით მე გავდივარ, საქმეები მაქვს. რაღაც მაგდაგვარ და კი ეს კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გუნდს დობა არის ერთმანეთში და როდესაც მით უმეტეს ჩემი მხრიდან ის არის, რომ მე უნდა ვიყო აბსოლუტურად მზად, ყველაფერთვის ყველა კითხვაზე პასუხი ვიყოს, რაღაც ადგილზე იძებნება, რომც რაღაცაში დარწმუნებული არ იყო, რაღაცა უნდა თქვა, რომ გუნდს ეჭვი არ შეევალოს, რაღაცა არ ვიცი. არა, სხვადასხვა აღსანიშნავია ის, რომ ყოველთვის იცის რა უნდა, როგორი კადრი უნდა, სად რა უნდა ითქვას, გაწერილი აქვს ყველაფერი. მაქსიმალურად აბსოლუტურად ყველაფერი. საერთოდ ამ ვიცის რა აი რატო იწყებს, რატო უნდა დაამთავროს, როგორ უნდა იყოს და ყველაფერზე კონკრეტული აქვს მეტო თავში. და თავისუფლებას გაძლევს რა. და ბოლო კითხვა, ეს არის ნებისმიერი ფილმი ტოვებს მთავარ გზავნილს და მესიჯს. რა იქნება ეს მთავარი გზავნილი? ანუ რისი თქმაც ფილმის ნახვამდე შეიძლება? სპოილერების გარეშე. ჩვენ სიმართლე გითხრათ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაღაც არ მაქვს ეს რომ აი რაღაც დიდი მესიჯი დავტოვოთ და რაღაც გავლენა მოახდინოთ. შეიძლება ვსწრები კითხოს, მაგრამ ჩვენთვის თავარი პრეროგატივა იყო რომ გადავიღოთ კარგი ფილმი. ხო, ანუ ნებისმიერი პროექტისა რომ წარმატებულად ჩატარდეს. მაყურებელი ღირებულება კონდეს. მაყურებელი როგორც მე ჩვენ გადაღების პროცესშიც გქონდა რომ მსახიობები საერთოდ სხვანაირად აღიქვამდნენ ის რაც მე ჩაფიქრებული მქონდა. ხო, ანუ ინტერპრეტაცია ეს და არის ასეთი ფილოსოფიის და ლიტერატურის ავტორის სიკვდილი, ხო? როდესაც ფილმი მთავრდება, იქ ჩემი ინტერპრეტაციას აზრი აღარ აქვს. ის მაყურებელი რასაც აღმოიღებს იქიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც მე ჩავდი მაშინ. ხო? და სწორედ ასე. მაგრამ ხომ არის რაღაც რაც გინდა რომ მიიტანო მაყურებლამდე. მე რა კუთხითაც წერდი, ხო, ანუ არის ფილმი ერთ ძალადობაზე, ხო? მაგალითად და ნუ ხალი როგორ აღწევს ამ ძალადობას, ხო? ჩემთვის მაგალითად იყო რომ ეს ყველა ადამიანს აქვს თავისი დემონი. ხო, ანუ ეს იქნება სიზარმაცე, ეს იქნება რაღაც მივა, თქვა ზიზღი და როგორ ადამიანის ძლევს ამ დემონს. და
პატარა სპოილერი რა მოხდება, რომ თქვა თუ არ დაძლევს ამ თემას. ხო, შემეკითხოთ აქ იყო. ხო, აი და კონკრეტულად აი აქეთ უკვე დანარჩენი უკვე ფილმის დროს. 20-ში გაიმართება პრემიერა და რამდენად ფართო მასებისთვის ხანმისაწვდომი იქნება და სად გაიმართება თუ შეიძლება ამის თქმა. ჩვენ 20-ში გვექნება შიდა პრეზენტაცია, ანუ ეს გუნდთან ასე ვთქვათ, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ექსკლუზიურად გვექნება და შემდეგ უკვე ანი ნინიძის თეთრი კვადრატის ფარგლებში სატელევიზიო პრემიერა შედგება ფილმის, ასე ვთქვათ, ის ბოლოსკენ უფრო იქნება და ყველას საზოგადოებას, იმიტომ რომ თავარი არის, ანუ ფილმის გადაღებებს თუ არ გააზიარე, ხო, ფილმი არ არსებობს, ხო, თავის უნდა ნახოს ხალხმა. წარმატებები. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა. დილის რადიოს სტუმრები იყვნენ ფილმის რეჟისორი მევლუდ საბაშვილი და ჟურნალისტი მარიამ ხითარიშვილი ძალდობის მსხვერპლი ქალის როლის შემსრულებელი ფილმში. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით, რადიო მსმენელთან დაბრუნდებით მალე, დაგველოდეთ.